მაშინ როცა კრემლი აგრძელებს ნარატივის გავრცელებას თითქოს უკრაინის დაშლა გარდაუვალია, რეალობა ბრძოლის ველზე სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. რუსეთი არ მიიწევს უკრაინაში შტურმით. იგი ტერიტორიის თითოეული გოჯისთვის, რომელსაც იძენს, მძიმე ფასი ხდის. ამჟამინდელი წინსვლის ტემპით რუსეთს დასჭირდება 1,5 მილიონი ჯარისკაცის გაწირვა დროა დონეცკის დასაკავებლად და 183 წელი უკრაინის მთლიანად ოკუპაციისთვის. დაივიწყე მოგება პუტინ. როგორც ჩანს, დროა დაიწყო კრიოგენული კამერის შექმნა, რომ მოასწრო ინდრის ნახვა, როცა რუსული გამარჯვება, რომელსაც გარდაუვალად აცხადებ დადგება. პირველ რიგში დონეცკში მივდივართ. დონეცკი, რომელსაც პუტინი დიდი ხანია ესწრაფვის ბრძოლის ბრძოლის ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ეხლა პუტინი ისე იქცევა, თითქოს 2026 წელი იქნება ის წელი, როცა დონეცკი დაეცემა. მისი გაზაფხულის შეტევა კონცენტრირებულია ციხე-სიმაგრე ქალაქების სარტყელზე, რომლებიც რუსეთის გზაზე დგანან დონეცკის ოლქის დასაკავებლად. რუსეთი იმდენად დარწმუნებულია თავის გარდაუვალ გამარჯვებაში, რომ უკრაინას უკვე მისცა ბრძანება მაისის ბოლომდე გაიყვანოს თავისი ჯარები დონბასიდან, რომლის ნაწილიც არის დონეცკი. თუ მხოლოდ იმას მიაქცევთ ყურადღებას, რასაც რუსეთი ცდილობს, შეიძლება დაიჯეროთ პუტინის ნარატივი, რომ დონეცკი მალე დაეცემა. მაგრამ ამ თავდაჯერებულობის უკან ბნელი საიდუმლო იმალება. დონეცკი დაცემამდე იმდენად შორსაა, რომ რუსეთს მთელი არმია, ან თუნდაც რამდენიმე არმია დაუჯდება მხოლოდ ამ რეგიონის აღება. აპრილის 20-ის უშიშროების საბჭოს ხდომაზე გამოსვლისას უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ანდრიი მელნიკმა გაამხილა ის სიმართლე, რომელსაც პუტინი ასე სასოწარკვეთილად ცდილობს დამალოს დონეცკში. მაშინ, როცა პუტინი უკრაინისგან უკან დახევასა და ტერიტორიის დათმობას მოითხოვს, ის საოცარი სისწრაფით კარგავს ჯარისკაცებს და კიდევ ბევრს დაკარგავს, სანამ დონეცკს ძალით აიღებს. ამ ომის სასტიკი ლოგიკით, დონეცკის რეგიონის ტერიტორიის მთელი ტერიტორიის სამხედრო გზით დასაკავებლად, ბატონ პუტინს კიდევ მინიმუმ 1,5 მილიონი ჯარისკაცის სიკვდილზე გაგზავნა მოუწევს, განუცხადა მელნიკმა საბჭოს. მან დაამატა, რომ რუსეთის მტკიცებები თითქოს უკრაინამ დონეცკიდან უნდა დაიხიოს, აბსურდულია, რადგან ამ რეგიონში უკრაინას ჯერ კიდევ დაახლოებით 6,000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აქვს შენარჩუნებული. ეს 6,000 კვადრატული კილომეტრი ასობით ათას უკრაინელ სამოქალაქო პირს ასახლებს და ნებისმიერი მოწოდება უკრაინისთვის ტერიტორიის დათმობაზე ნიშნავს ამ უდანაშაულო ადამიანების ბარბაროსული რუსული რეჟიმისთვის ჩაბარებას, რომელიც ყველაფრის განადგურებას ცდილობს, რაც უკრაინისთვის ძვირფასია. ციფრები შოკის მომგვრელია, მაგრამ აქვს კი მათემატიკას მნიშვნელობა. მელნიკის მონაცემებით აქვს. და რუსეთისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ 1,5 მილიონი შეიძლება კიდევაც ნაკლები იყოს რეალურ რაოდენობასთან შედარებით. ახლა აგიხსნით როგორ. ჯერ კი მოდით მელნიკის მონაცემები გამოვიყენოთ. უკრაინის გაეროს წარმომადგენელმა ეს 1,5 მილიონი ციფრი მარტივი განტოლებით მიიღო. დაახლოებით 6,000 კვადრატული კილომეტრი დარჩა დონეცკში, რომელიც რუსეთმა უნდა დაიკავოს. მელნიკის თქმით, ამჟამად რუსეთი თითოეულ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 254 ჯარისკაცს კარგავს. თუ 6,254-ზე გაამრავლებთ, მიიღებთ 1,524,000 დაღუპულს. თუ რამეა, მელნიკმა რუსეთმა დონეცკში დანაკარგები ნაკლებად შეაფასა. დამატებითი 24,000 დაღუპული არაფერია დასაცინად. თუნდაც რუსეთი წლებია ყოველთვე უფრო მეტ რუსის სიცოცხლეს წირავდეს უკრაინაში. მაგრამ აქედან იწყება პუტინისთვის ყველაფერი ბევრად უარესად. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 254 დაღუპული ძალიან დამანგრეველად ჟღერს, დონეცკში ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. ეს არის RBC უკრაინის 15 აპრილის ანგარიშის მიხედვით, სადაც ციტირებულია უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი. ჩვენ ვხდით უკრაინის ყოველი მეტრი მიწას მტრისთვის უკიდურესად ძვირადღირებულს, განაცხადა ფედოროვმა და დაამატა. ახლა რუსეთი თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 254 ჯარისკაცს კარგავს. დონეცკის რეგიონში მტერი საშუალოდ თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 428 ჯარისკაცს კარგავს. შენ შეამჩნიე რამე ამ ციტატაში. 254 ჯარისკაცი თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე. ეს საშუალო მაჩვენებელია მთელი უკრაინისთვის. დონეცკში ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე 428 ადამიანი იღუპება და ეს მნიშვნელოვნად აისახება იმ მონაცემებზე, რომლებიც მელნიკმა გაეროს გაუზიარა. თუ უკრაინა შეძლებს ამ დანაკარგების ტემპის შენარჩუნებას მანამ სანამ პუტინი დონეცკს აიღებს, მაშინ რუსეთის დანაკარგები ოლქის დასაკავებლად 1,5 მილიონი კი არ იქნება, არამედ 2,578,000. კიდევ მილიონი ან მეტი ადამიანი დაემატება ამ სიას, ყველა პუტინის ვიწრო ხედვის მსხვერპლი დონეცკში. როგორღაც ის რაც უკვე აშკარად კატასტროფა იქნებოდა რუსეთისთვის დონეცკში, შეიძლება კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. რეგიონალური საშუალო მაჩვენებლები სერიოზულად აზიანებს პუტინის მტკიცებებს, რომ უკრაინამ დონეცკი უნდა დათმოს. თუ ამ ყველაფრისთვის ცოტა მეტი კონტექსტი გჭირდებათ, მაშინაც კი საუკეთესო შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგების ტემპი უკრაინის ომში ორჯერ მეტზე მეტად გაიზრდება. იმ დროიდან, რაც პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, 22 აპრილამდე უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა 1,320,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. თუ ფედოროვის მონაცემები სწორია, დონეცკის დაცემის დროისთვის რუსეთის დანაკარგების ტემპი თითქმის გასამაგდება. დავშეთ ცოტა ხნით რუსული დანაკარგების დაახლოებით გაორმაგების ვარიანტთან. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთს დონეცკის ასაღებად კიდევ 4 წელი დასჭირდება ყველა ამ სიკვდილის გარდა.
სავალდებულო არ არის. თუ მხოლოდ რუსული დანაკარგების გაორმაგებას შევხედავთ, არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთის წინსვლა უკრაინაში აბსოლუტურად შენელდა. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ უკრაინა თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე რუსეთს უფრო მეტ დანაკარგს აკენებს, ვიდრე ოდესმე. ამის საჩვენებლად შეგვიძლია შევხედოთ, რას მიაღწია რუსეთმა 2025 წელს. BBC-ის მიხედვით რუსეთმა 2025 წელს მოახერხა და უკრაინის 4700 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსეთმა ამ წარმატების მისაღწევად თითქმის 420,000 ჯარისკაცი დაკარგა. მარტივი მათემატიკით ვიგებთ, რომ ეს ნიშნავს თითო კვადრატულ კილომეტრზე 99.3 დანაკარგს. დონეცკის რეგიონში ეს მაჩვენებელი 3-დან 5 ჯერ უფრო მაღალია. ამ ყველაფრიდან ხედავთ, რომ საქმე სინამდვილეში არ ეხება იმას, რომ რუსეთი დონეცკში თითქმის შეჩერებამდე შენელ და რეგიონს კიდევ 4 წელი დასჭირდება დასაკავებლად. არ შეგვიშალოთ შეცდომაში. ნამდვილად არის შენელება და ეს პირდაპირ უკავშირდება დონეცკის მასიურ პრობლემას, რომელიც ახლა პუტინს აქვს. მაგრამ რაც აქ რეალურად ხდება ის არის, რომ რუსეთი თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ომის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. თუ რუსეთი დონეცკში შეტევას გააგრძელებს და არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ პუტინი გაჩერდება. თუ ის ვერ მიიღებს მისთვის სასურველ ასე წოდებულ დიპლომატიურ გადაწყვეტას, დიდი ალბათობით რუსეთს 2027 წლის ბოლომდე და შესაძლოა 2028 წლამდეც კი დასჭირდეს, რომ საბოლოოდ დაამხოს პუტინის მთავარი სამიზნე, როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW ამბობს. ასე რომ თითქმის 4 წელი არ არის. ეს დაახლოებით 2 წელია და მინიმუმ კიდევ 1.5 მილიონი მსხვერპლი, რათა აიღონ უკრაინის ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ 1300 კვადრატული კილომეტრით მეტია, ვიდრე ის, რაც რუსეთმა 2025 წელს მთლიანად აიღო. ეს პუტინისთვის ნამდვილად კარგი მათემატიკა არ არის. ყველა ეს რიცხვი აჩვენებს, რომ პუტინს დონეცკის სერიოზული პრობლემა აქვს და ის სულ უფრო იჭრება, რომ ეს პრობლემა ძალის გამოყენების გარეშე, მუქარის შესრულების გარეშე გადაჭრას. გასათვალისწინებელია ისიც, რას გვეუბნება ეს რიცხვები პუტინის ამბიციაზე, უკრაინის დანარჩენი ნაწილის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, თქვენ უყურებთ The Military Shows. კიდევ ბევრი ამ მსგავსი, ასე რომ თუ არც ღირებულებას ირებთ, აუცილებლად გამოიწერეთ. ეხლა დონეცკი. ეს პუტინისთვის ცოტა პრობლემაა. რუსეთის ლიდერს სასოწარკვეთა ეუფლება. სწორედ ამიტომ ხედავთ, რომ უკრაინისგან დონეცკისა და დონბასის რეგიონის დათმობის მოთხოვნები ძლიერდება. ეს მოთხოვნები ახალი არაფერია. ისინი პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების ნაწილი, სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებიდანვე იყო და ასევე იყო მთავარი დაბრკოლება, რომელმაც მოლაპარაკებებს ხელი შეუშალა, რომ საბოლოოდ მშვიდობა გამოცხადებულიყო. მაგრამ ეხლა პუტინის მოთხოვნებში, რომ უკრაინა დონეცკიდან გავიდეს, რაღაც უფრო აჩქარებული და შეშფოთებული იგრძნობა. მელნიკმა ეს მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე თავის გამოსვლაში გაამჟღავნა, როცა თქვა, ამჟამად რუსეთი დონეცკის რეგიონის 20%-ზე მეც არ აკონტროლებს. იმ ტერიტორიას, რომელსაც ბატონი პუტინი ულტიმატუმის სახით ითხოვს, რომ უკრაინამ ბრძოლას გარეშე ჩააბაროს. ეს სუფთა შანტაჟია. უკრაინის გაეროს ელჩმა ასევე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ამჟამინდელი დანაკარგების მაჩვენებელი. ის მაგალითად ასახელებს ზამთრის ომს საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის, რომელიც 1929-80 წლებში მიმდინარეობდა. იმ ომში საბჭოთა კავშირმა დანაკარგების მაჩვენებელი მიიღო, რომელიც დაახლოებით 100 ჯერ ნაკლები იყო თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე და მიუხედავად ამისა, ეს ბრძოლა მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისათვის, რადგან მხოლოდ ფინეთის დაახლოებით 9%-ის მოპოვება შეძლო ხელშეკრულების ხელმოწერით. ახლა რუსეთი უფრო მაღალ პროცენტს ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მეტი ჯარისკაცი დაკარგა ვიდრე ფინეთში. რაღაც აქ არ ემთხვევა ერთმანეთს. პუტინი ცდილობს, რომ ის ზეწოლა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს დონეცკში, დიპლომატიურ შეთანხმებაში გადაიტანოს, რომელიც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინს ბევრად მეც მისცემს, ვიდრე მისმა სტრატეგიულმა უნარობამ რეგიონისთვის ბრძოლაში მოუტანა და ამისთვის არსებობს სერიოზული მიზეზი. პუტინმა იცის, რომ თუ ვერ მოახერხებს უკრაინის დაყოლიებას, რომ დონეცკი და დონბასი სამშვიდობო ხელშეკრულებით დათმოს, მაშინ რუსეთს ამ რეგიონებისთვის ბრძოლა მოუწევს. და მიუხედავად მისი მთელი ქედმაღლობისა და იმ ვადებისა, რასაც პუტინი აყენებს, დონეცკისთვის ბრძოლა ის ბოლო რამაა, რაც რუსეთს სურს. რადგან დონეცკში მდებარეობს რაღაც ისეთი საშიში, რომ უკვე ანადგურებს რუს ჯარისკაცებს იმ სისწრაფით, რაც ომის ამ ეტაპამდე არ გვინახავს. ციხესიმაგრეების სარტყელი. ალბათ უკრაინის ყველაზე საშიში რეგიონი დგას პუტინსა და დონეცკის აღებას შორის და სწორედ ეს სარტყელია პასუხისმგებელი იმ უზარმაზარ დანაკარგებზე თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რასაც ახლა ვხედავთ ამ რეგიონში. ISW აღწევს იმ გამოწვევის მასშტაბს, რომელსაც რუსეთი აწყდება ციხესიმაგრეების სარტყელის აღების მცდელობისას. დაახლოებით 50 კილომეტრზე გადაჭიმული თავდაცვითი ხაზები, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, H20 კონსტანტინოვკა-სლოვიანსკის გზატკეცილზე გადის. ციხესიმაგრეების სარტყელი შედგება რამდენიმე ქალაქისგან, რომელთა საერთო მოსახლეობა ომამდე 380,000 შეადგენდა. ეს გარკვეულ წარმოდგენას გაძლევთ ამ ქალაქების ზომაზე. უკრაინა უკვე 10 წელზე მეტია ამ ქალაქებში თავდაცვითი ნაგებობების გაძლიერებაზე მუშაობს და ეს პროცესი განსაკუთრებით დააჩქარა იმ დროს, როცა რუსეთს დონეცკის სხვა რეგიონებში აკავებდა. ეხლა ეს ციხესიმაგრეების ზოლი ისეთი ბარიერია, რომელიც ნებისმიერი არმიისთვის, ვინც მის მიწაზე აღებას შეეცდება, უზარმაზად დანაკარგებს იწვევს.
მხოლოდ მოსახლეობის სიმჭიდროვე ასეთ შედარებით მცირე სივრცეში მიუთითებს ურბანული განვითარების იმ დონეზე, რომელსაც რუსი ჯარისკაცები ჯერ არ შეხვედრიან. ეს ნიშნავს უამრავ შენობას, რომელსაც უკრაინის დამცველები რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ასევე ნიშნავს უამრავ შენობას, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა უნდა აიღონ დონეცკის დასაკავებლად. ქალაქში ბრძოლა ყოველთვის ნელი და სახიფათოა, ხოლო კიდევ უფრო მომაკვდინებელი ხდება მაშინ, როცა შემოჭრილ არმიას რამდენიმე ქალაქის აღება უწევს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. თუ ამას უკრაინის გამაგრებულ პოზიციებსაც დაუმატებთ და იმასაც, რომ ციხესიმაგრეების ზოლი მაღალ ადგილას მდებარეობს, რუსეთს ძალიან პირდაპირი მნიშვნელობით უწევს აღმართზე ბრძოლა, თუ დონეცკის ძალით აღება სურს. გაითვალისწინეთ, რომ ციხესიმაგრეების ზოლი შორსაა იმ ადგილიდან, სადაც უკრაინა საბოლოო წინააღმდეგობას გაუწევდა. ეს ტერმინი შეიძლება დონეცკს ეხებოდეს, მაგრამ სანამ რუსეთი ციხესიმაგრეების ზოლზე საზარბაზნე ხორცს ისვრის, უკრაინის თავდაცვის გარღვევისთვის საჭირო დრო სწორედ ის დროა, რომელსაც უკრაინა დასავლეთით გამაგრებული პრებული პოზიციების კიდევ უფრო გასამაგრებლად გამოიყენებს. თუნდაც ციხესიმაგრეების ზოლი საბოლოოდ დაეცეს, პუტინის ნებისმიერი ამბიცია, რომ ეს გამარჯვება გამოიყენოს როგორც პლაცდარმი არ უკრაინის დანარჩენი ნაწილის დასაპრობად, მაშინვე დაინგრევა, როგორც კი მისი ჯარისკაცები დონეცკს გასცდებიან და აღმოაჩენენ, რომ იგივე წინააღმდეგობა ელოდებათ უკრაინის სიღრმეში. ციხესიმაგრეების ზოლი ამ წუთებში ანადგურებს რუს ჯარისკაცებს და ამ ჯარისკაცებს ძლივს თუ აქ სიღრმეში შეღწევა შეძლებული. თუმცა ამას ვერ გაიგებდით თუ რუსეთს მოусმენდით. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა აპრილის შუა პერიოდში რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა 2026 წელს ამ დრომდე მოახერხეს უკრაინის 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის და 80 დასახლების დაკავება. მარტსა და აპრილში რუსეთმა გაზაფხულის შეტევის ფარგლებში, რომელიც ძირითადად დონეცკზეა კონცენტრირებული, დაიკავა 700 კვადრატული კილომეტრი და 24 დასახლება. ეს ციფრები ისეა შერჩეული, რომ საკმარისად დამაჯერებელი იყოს იმისთვის, რომ შეიქმნას ილუზია, თითქოს რუსეთი დონეცკში და უკრაინის სხვა რეგიონებში წინსვლას ახერხებს. ისინი არ არის იმდენად დიდი, რომ მათი უარყოფა შეიძლება რუსეთის წინსვლის სიჩქარის მიხედვით უკრაინაში შეჭრის დრიდან, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ თქვით დიზაინი. ASW-ს მიხედვით, 2026 წელს უკრაინაში აღებული 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია სერიოზული გადაჭარბებაა. უფრო კრიტიკულად განწყობილები ითხოვდნენ, რომ ეს სრული გამოგონილია. ASW-ს ანალიზის მიხედვით, ყველაზე ოპტიმისტური შური შეფასებითაც კი, რუსეთმა წლის დასაწყისიდან მხოლოდ 715 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ვერ დაიკავა. ყველაზე დიდი ალბათობით ეს რიცხვი რეალურად ბევრად ნაკლებია. ASW-ს საკუთარი ანგარიში, რომელიც ღია წყაროების მონაცემებზეა დაფუძნებული, მიუთითებს, რომ რუსეთმა 2026 წელს ამ დრომდე მხოლოდ 381.5 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია და 13 დასახლება დაიკავა. ასევე არსებობს დანაკარგები. მარტში მარტო თითქმის 60 კვადრატული კილომეტრი, რაც გვიჩვენებს, რომ რუსეთის ისედაც ნელი პროგრესი კიდევ უფრო უარესდება უკრაინული კონტრშეტევების გამო. ჩვენ არ ვიცით, ხედავს თუ არა პუტინი ამ რიცხვებს, მაგრამ ისიც კი ალბათ რაც მას გარასიმოვის მსგავსად ადამიანები აწუტიან დამუშავებულად, საკმარისია კრემლში სასოწარკვეთის შესაქმნელად. ამგვარად ირკვევა მიზეზი თუ რატომ არის რუსეთი ასე დაჟინებული, რომ უკრაინამ დონეცკი გადასცეს. ეს არ ეხება იმას, რომ რუსეთი ძალის პოზიციიდან აკენებს მოთხოვნებს. პუტინი და მისი გარემოცვა ხედავენ პროგრესის ნელ ტემპს და იმ უზარმაზარ მსხვერპლს, რომელსაც ეს პროგრესი მოითხოვს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დონეცკის ძალით აღება არ მოუწიოთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამით იმუქრებიან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ პუტინი უკრაინას ეუბნება უარი თქვას ბრძოლაზე, რომელსაც უკრაინა იგებს. და რუსეთის ლიდერის სასოწარკვეთა უკვე იწყებს გამოვლენას. როდესაც ხედავს, რომ უკრაინას დონეცკის გადაცემის არანაირი განზრახვა არ აქვს, პუტინი დიდ პირობას დებს, რომ რუსეთი ბრძოლას გააგრძელებს. იმ დროს, როცა რუსეთის ოლიგარქებს თხოვს ფულს თავისი მიზნის მხარდასაჭერად. ამის შესახებ იუწება დემოკრატიის დაცვის ფონდი, რომელმაც 1 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა მარტში რუსეთის ბიზნეს ელიტებთან შეხვედრა გამოიყენა, რათა პუტინის თქმით ამ ბიზნესმენებს არ უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ თავიანთი მოგება საკუთარ ბიზნესში დახარჯო. მათ უნდა გაიღონ შემოწირულობები სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ომს აფინანსებს. საოცარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს შეთავაზება გაამართლა. სულეიმან ქარიმოვმა, რომელიც ცნობილი ოლიგარქია, თითქოს და 1.23 მილიარდი დოლარი გადასცა. სხვა ოლიგარქებმაც დათანხმდნენ წვრილის შეტანას. მაგრამ მოდი დავარქვათ ამას თავისი სახელი. პუტინი ხელგაწვდილი დადის, რადგან მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა. ოდა კიდევ ერთი ვადაა დონბასში. რუსეთის გეგმაშია სექტემბრამდე რეგიონის დაკავება, როგორც უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოადგილე ვადიმ სკიბიცკი აცხადებს. ჩვენ გულისხმობთ, რომ რუსეთს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენჯერ განაცხადოს ეს. ყველა ის რიცხვი, რაც ამ ვიდეოში გამოვავლინეთ, ნიშნავს, რომ ამ ბოლო ვადას თავაზიანად შეგვიძლია უწოდოთ მიუღწეველი ოცნება. თუ ნაკლებად თავაზიანები ვიქნებით, პუტინი აშკარად ჭკუიდან არის გადასული. ეხლა კიდევ ერთი მათემატიკური გამოთვლა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გაჩვენოთ, რამდენად უშედეგო აღმოჩნდება რუსეთისთვის პუტინის უკრაინის დასაპრობი კამპანია. თუ რუსეთის შეჭრის მასშტაბს დონეცკის რეგიონს მიღმა გავაფართოვებთ, რუსეთს ჯერ კიდევ უკრაინის დაახლოებით 80% აქვს დასაპრობი. მიუხედავად პუტინის განცხადებებისა, რომ რუსეთი დონბასზე გაჩერდება თუ უკრაინა ამ ტერიტორიას დათმობს, აშკარაა, რომ პუტინს მთელი ქვეყნის დაპყრობა სურს.
ის არ გაჩერდება, სანამ ამას არ მიიღებს. სინამდვილეში ის გაჩერდება. მას მოუწევს გაჩერება. მას მგაჩერება. თუ ომი ასე გაგრძელდება, პუტინი იმდენად მკვდარი იქნება, რომ ვერასდროს ნახავს მომავალს, სადაც რუსეთი უკრაინას აკონტროლებს. მელნიკი ამას უსვამს ხაზს. ის ამბობს, რომ იმისთვის, რომ რუსეთმა მთელი უკრაინა აიღოს და ამჟამინდელი დანაკარგების ტემპით გააგრძელოს, ამას 183 წელი და 122 მილიონი ადამიანი დასჭირდება. შეგვიძლია ცოტა მათემატიკა გამოვიყენოთ, რომ ნახოთ მართალია თუ არა მელნიკი სულ მცირე დანაკარგების რაოდენობის მხრივ. GIS გეოგრაფიის მიხედვით, უკრაინა ევროპაში მეორე ყველაზე დიდი ქვეყანაა და მისი ფართობი 603,628 კვადრატული კილომეტრია. 4 მარტის მდგომარეობით რუსეთს ამ ტერიტორიის 19.4% ეკავა და როგორც ადრე ნახეთ, მას შემდეგ სწრაფი პროგრესი ნამდვილად არ ქონია. ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი უკრაინის თითქმის 111,104 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს, რაც მოიცავს კირიმის ნახევარკუნძულსაც, რომელიც რუსეთმა უკანონოდ მიიერთა 2014 წელს. თუ იმას, რასაც რუსეთი აკონტროლებს, უკრაინის მთლიან ტერიტორიას გამოაკლებთ, დარჩება 486,524 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ დასაკავებელია. თუ ამ რიცხვს 245-ზე გაამრავლებთ, რუსეთს უკრაინის დაპყრობამდე 122 მილიონი მსხვერპლი არ ეყოლება, არამედ მიიღებთ 123.57-ს. ეს გიჟური რიცხვია და თითქმის ზედმეტად აშკარაა იმის თქმა, რომ რუსეთი ამას ვერასდროს გაუძლებს, მაგრამ კიდევ არის 183 წელი, რაც გასათვალისწინებელია. პუტინ, შენ უკვე 73 წლის ხარ. ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობ, რომ იცი ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მაგრამ საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, რომ 183 წლის შემდეგ აქ აღარ იქნებ. შეგეძლო კიდევ 2 სიცოცხლეს იცხოვრო, იმაზე მეტი რაც უკვე იცხოვრე და რუსეთი მაინც ვერ აკონტროლებდა უკრაინას იმ ტემპით, რა ტემპითაც ახლა მიდის. პუტინმა უნდა დაივიწყოს გამარჯვებაზე ფიქრი. დონეცკი პუტინს ყველაფერს აჩვენებს, რომ მან რუსეთი ამ ომიდან უნდა გამოიყვანოს, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია. თუ ასე არ მოიქცევა, დიდი ხნის გარდაცვლილი იქნება ისე, რომ ნამდვილი პროგრესი არ უნახავს და ვინც შემდეგ მოუწევს ქვეყნის მართვა, რომელიც მთლიანად შთანთქული იქნება იმ მსხვერპლის მასშტაბით, რაც პუტინმა მოითხოვა. სხვათა შორის უკრაინა კიდევ უფრო ანელებს რუსეთს ტერიტორიის დაბრუნებით და გამორჩეული კონტრშეტევებით. აქტიური თავდაცვის სტრატეგია, რომელსაც სიმაგრეების სარტელში ვხედავთ, უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა უკრაინის სამხრეთში, რადგან ქვეყანამ უზარმაზარი ტერიტორია გაათავისუფლა. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ანალიზი იმ რიცხვების შესახებ, რომლებიც უკრაინის ომის უკან დგას და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.